გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხები შეკითხვებზე. სადისტრიბუციო და სუპერმარკეტების ბიზნესების მფლობელებს სულში დაბარება პირადად ირაკლი კობახიძემ დაუანონსა. ბიზნესმენები ჯერჯერობით დუმილს არჩევენ. დაახლოებით ხვდები რატომ, მაგრამ ვფიქრობ, კერძო სექტორი ვალდებულია მოქალაქეების თუ მომხმარებლების წინაშე იმართლოს თავი და დაგვარწმუნოს, რომ სინამდვილეში ისეთი ხარბები არ არიან, როგორც ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ კარტელურ გარიგებებში არ არიან ჩართული და ასე შემდეგ. მოკლედ, აგვიხსნან ძვირი რომ ღირს ქვეყანაში პროდუქტები და ფაქტია ასეა, რა არის ამის მიზეზი და რატომ არ არიან თავად ერთადერთი დამნაშავეები, როგორც ჯერჯერობით ქართული ოცნების მთავრობა წარმოაჩენს. თუმცა ფაქტია, ჯერჯერობით ბიზნესმენები თავსაც არ იმართლებენ. შეიძლება იმიტომაც, რომ ეს კინო უკვე ნანახი აქვთ 2023 წელს, როცა ირაკლი ღარიბაშვილსაც ეძვირა ქვეყანაში სურსათის ფასები და მოსახლეობაზე ზრუნვის ლოზუნგით თითქმის იგივე ტექსტით დატუქსა ბიზნესი, როგორც დღეს ირაკლი კობახიძე იქცევა. იმ განსხვავებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროს საქმე სუსამდე არ მისულა, მაგრამ სიტყვებს საქმე დიდად არ მოჰყოლია. ნახოთ ვიდეო მასალა არქივიდან. საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 57%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასდამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით საშუალოდ 86% შეადგენს. ძირითადი პროდუქტები დაუმუშავებინე და ამუშავე მაგალითად ვიტყვი. ბრინჯი იქნება ციციბურა, მაკარონი თუ სხვა შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებული არის საბითუმო ფასებზე. მე გულწრფ ჯერ მხოლოდ გასაკით ფასზე არ ვამბობ. 70, 60, 50, 80% არის ფასდამატი. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი. ქართული ბიზნესი ინსტიტუციურად უნდა გათავისუფლდეს ეგრეთ წოდებული გაგებაზე დაფუძნებული დაუწერელი წესებისგან. ჯანსაღი, პროგრესული და თავისუფალი ბიზნესი ქართული სახელმწიფოს ეროვნულ პრიორიტეტად უნდა იქცეს. დაწერა სოციალურ ქსელში ანალიტიკური ცენტრი GeoCase-ის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება და მომდევნო 9 საათის განმავლობაში ვიმსჯელებთ, რა არის ქართული ოცნების რეალური მიზანი, სასურსათო პროდუქტების გაიაფება თუ საკუთარი პასუხისმგებლობის გადაფარვა, რატომ სჭირდება მდუმარე ბიზნეს ხელისუფლებისგან დაცვა და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საინვესტიციო კლიმატზე ბიზნესთან ურთიერთობის ფორმამ, რომელიც ქართულმა ოცნებამ აირჩია. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სადისტრიბუციო და სუპერმარკეტების მფლობელ ბიზნესმენებს ჯერჯერობით ხმა არ ამოუღიათ. არც საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, რომელიც ქვეყანაში მოქმედ ფაქტობრივად ყველა მსხვილ ბიზნესს აერთიანებს. თან გუშინ ირაკლი კობახიძემ ფარმაცევტული ბიზნესიც ახსენა მაღალი ფასების კონტექსტში. სავარაუდოდ წევრი კომპანიები ლობირებას თუ დაცვას არ ითხოვენ ბიზნეს ასოციაციისგან ჯერჯერობით, ან შეიძლება ჩათვალეს, რომ ეს ბრძოლა მმართველი პარტიის მოგებულია, ვინაიდან ქვეყანაში ფასები მართლა ძვირია სურსათზე და შეიძლება ამაში მარტო ბიზნესი არაა დამნაშავე, მაგრამ სად აქვს ბიზნეს ორი თავი თან დღევანდელ საქართველოში, რომ რასაც ფიქრობს, ის ხმამ ახლა თქვას სამწუხაროდ. სხვათა შორის გუშინ ჩემმა კოლეგამ ირაკლი კობახიძეს კითხა სურსათის ამ ძვირ ფასებზე თუ ქონიათ აქამდე ბიზნესთან საუბარია, რაც ძალიან დროული და ზუსტი კითხვა იყო, რადგან ირაკლი კობახიძე თუ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრუიშვილი სხვადასხვა ფორმატში საკმაოდ ხშირად ხვდებიან ბიზნესმენებს. ოღონდ რატომღაც საქმიან მედიას არ გვიწვევენ და თუ ასეთი კარგი ურთიერთობა აქვს მთავრობას ბიზნესთან, რა საჭირო იყო ბიზნესმენებს შორის ისეთ მძიმე ბრალდებაზე, როგორიც არის შესაძლო კარტელური გარიგება, ეჭვის საჯაროდ გამოთქმა, როცა ფაქტები ხელში არ უჭირავს მთავრობას ჯერჯერობით. მოვისმინოთ ირაკლი კობახიძის პასუხი ამ კითხვაზე. ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება არსებობდეს კარტელური გარიგებები. ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული თეორიულად, შეიძლება არც იყოს. ამიტომ წინ გავუსწრებთ მოვლენებს, თავარია დავადგინოთ რა არის ჯარბი ფასდამატის. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ. დანარჩენ შეისწავლიან შესაბამისი ამერიკის შეერთებულ ეჭვი ჩდება იმის გამო, რომ არის ჯარბი ფასდამატი. როცა ბიზნესს ხვდებოდით დახურულ ფორმატში, ქონიათ ხოლმე ოდესმე ამაზე საუბარი? ბიზნესთან ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინათ დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით.
BMG-მ რა თქმა უნდა მოითხოვა ეკონომიკის სამინისტროსგან დეტალური შეფასება, რაზედაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა და რომელიც თურმე მარიამ ქრუიშვილის უწყებაში მომზადდა, მაგრამ ჯერ არ მიგვიღია. ამ სიტუაციაში საინტერესოა ბიზნეს ომბუდსმენის როლი. სად არის ოთარ დანელია? შეგახსენებთ, ქართული ოცნების პარლამენტმა ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი რამდენიმე კვირის წინ გააუქმა. წლის ბოლოდან ყველა თანამშრომელი ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტში სამსახურს დაკარგავს, ერთადერთი ოთარ დანელია შეინარჩუნებს პოსტს და კაბინეტს მარიამ ქრუიშვილის სამინისტროში და ექნება ბიზნეს ომბუდსმენის და ასევე მინისტრის მრჩევლის პოზიცია. მოკლედ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დისტრიბუტორებს და ქსელურ მარკეტებს შორის შესაძლო კარტელურ გარიგებებსა და ჭარბ ფასნავად ეჭვი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული დეტალური შეფასების საფუძველზე აქვთ და ბიზნეს ომბუდსმენი ეკონომიკის მინისტრის მრჩეველიცაა. რთული არჩევანი აქვს ოთარ დანელიას ბიზნესი დაიცვას თუ მარიამ ქრუიშვილის სამინისტროს შეფასება, რომ სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელები ჭარბ ფასნამატზე მუშაობენ. ამასობაში კი საახალწლო სუფრისთვის ბაზარში რომ წახვალთ ან სუპერმარკეტებში შეივლით, კი გეძვირებათ ფასები, მაგრამ ხომ გაგახსენდებათ, რომ მთავრობამ უკვე დაიწყო ზრუნვა, რომ გაგიაფთეთ პური, ზეთი, კარაქი, ხორცი. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვინდა, მაგრამ ნახოთ რა იქნება ნამდვილი შედეგი რამდენიმე თვეში. გაიაფებული პური თუ ისევ შეგრჩება სანახაობა, რომელიც უფასოა და ბლომადაც გვაქვს. ანალიტიკური ცენტრი GeoCase-ის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი უკვე შემოგვიერთდა ჩვენ სტუდიაში. საღამოშტების ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. საქართველოში რომ ძვირია სურსათი, ამას ყველა ვაღიარებთ, ვისაც 20 და 31000 ლარი არ გვაქვს ყოველთვიური ხელფასი და ასეთი სამწუხაროდ ერთეულებია ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ გაიაფდება პროდუქტები, მაგრამ რადგან ერთხელ უკვე ვნახეთ ეს კინო დაახლოებით 3 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილის შესრულებით გაიაფებული პროდუქტები კი არ გვინახავს. ჩემი მთავარი კითხვა, რა არის დღეს ქართული ოცნების რეალური მიზანი თქვენი აზრით? რა ჩაიფიქრეს? ჩვენ რასაც ვისმენთ, ეს რამდენიმე ბოლო 2 დღე განმარტება ამ განცხადების სირული, ისეთი განმარტებები არის, რომ ან გვასულელებენ, ან ჩვენ უნდა მოვისულელოთ თავი. რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენგანი გაცვირებული პროდუქტის წინააღმდეგი არ არის. და არც ერთი ჩვენგანი არ არის ეს გიჟი და არანორმალური, რომ მივესალმებოდეთ რაც შეიძლება მაღალ ფასებს. მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში მაინც არის სულ სხვა რამეში, რასაც ხელისუფლება და მმართველი პარტია არ ეხება, ეს არის მედლის მეორე მხარე. და სანამ მედლის მეორე მხარეზე ვსაუბრობთ, გადავალთ ერთი რამ თქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის პირადი წყენა საყოფაცხოვრებო დონეზე, როდესაც ჩვენ ჯიბეს დაეთყო ეს ფასები, როდესაც ჩვენ წყენა გვაქვს თქვათ, რომელიღაც საბანკო ინსტიტუტის საბანკო ოფიცერთან საუბრის შედეგად, როდესაც მოდის კრედიტის პროცენტის გადახდის ჯერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალური არის, როდესაც აფთიაქში შესვლისას იხარჯება იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ალბათ კონკრეტულად უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ მედლის მეორე მხარე სწორედ იმაში გამოიხადება, რომ ჩვენ როდესაც ეს პოსტი გამოაქვეყნე, თელარა რამდენიმე განაწყენებულმა მოქალაქემ მომწერა, რომ როგორ თქვენ ეს არჩილებით, ამ უგვანობას და უმსგავსობას. ჯერ თავი დავანებოთ ერთი წამით იმას, რა არის უგვანობა და უმსგავსობა. ეხლა ბიზნესში რა თქმა უნდა ფულის კეთება, მარტივად რო ვისაუბროთ, არის მთავარი საზომი ბიზნესის წარმატებულობის. თუმცა ჩვენ ამასაც შევეხებით, ცოტა მოგვიანებით, რა არის ეს საზომი და სად უნდა იწყებოდეს, სად უნდა მთავრდებოდეს, მაგრამ ჩვენ მათ კი არ ვესარჩლებით, ჩვენ ვესარჩლებით პრინციპს. და პრინციპი კიდევ არის შემდეგი: როგორი სახის ურთიერთობა უნდა იყოს ხელისუფლებასა და ბიზნეს შორის. პოლიტიკა უნდა შედიოდეს ბიზნესში, თუ პოლიტიკა უნდა იდგეს განზე, როგორც კომაკი და ეხმარებოდეს ბიზნესს, სწორი ბიზნესის წარმოების ჩარჩო წესების აგებაში. ამაზე არის საუბარი. ამიტომ ჩვენ ვესარჩლებით პრინციპს, ჩვენ ვესარჩლებით ქართულ ბიზნესში ჯერ კიდევ შემორჩენილ თავისუფალ სივრცეს, რომელიც გადასარჩენი არის. ჩვენ კიდევ ვესარჩლებით იმ არაერთ ქართულ ბიზნესმენს, რომელსაც სურვილი აქვს და აკეთებს კიდევაც ბიზნეს მეტნაკლებად ნორმალური ბიზნეს კანონებიდან გამომდინარე, ჩვენ ვესარჩლებით ყველაფერთან ერთად იმ ხვალინდელ დღეს, როდესაც ბიზნესი ამ გამრუდებული ვითარებიდან უნდა გამოვიდეს და დაშენდეს სწორედ ამ თავისუფალი ბიზნესის სივრცეებზე და ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვესარჩლებით ყველაფერთან ერთად ბიზნესის გავლითა და გამოისობით საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და თვითმფარობას. ამას ვესარჩლებით ჩვენ. ჩვენ არ ვესარჩლებით კონკრეტულ ბიზნეს სახეებს.
სადაც შეიძლება ზოგი მისაღები იყოს, ზოგი მიუღებელი იყოს. რატომ დუმს თავად ბიზნესი, რომელსაც სწორედ ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებს შიში, ეს არის შეგვიძლია ვივარაუდოთ და ასე ახსნათ თუ ისევ დაალაგების მეთოდი. ეხლა აი ამ აუცილებელი განმარტების შემდეგ და მე ძალიან მადლობელი ვარ რომ ამის საშუალება მომეცა, იმიტომ რომ ამაზე ყოველთვის ეს ვთქვათ ვერ ისაუბრებ, ეს არის პირველი რაც ჩვენ თქვით, რას ვესარჩლებით ჩვენ. ეხლა როდესაც ჩვენ ვესარჩლებით და გვაქვს იმის პრეტენზია რომ ასეთი მიდგომის სადარაჯოზე დავდგეთ, რა თქმა უნდა, ქუჩის მეორე მხრიდანაც უნდა იყოს შემხედრი მოძრაობა და შემხედრი გადამოდგული ნაბიჯები. ბიზნესის მხრიდან რა თქმა უნდა. ეხლა ძალიან რთულია იმის კონსტატირება, რომ ჩვენთან წარმატებული ბიზნესის დეფინიცია მეტად თავისებური არის. შეიძლება წარმატებული შენ იყო ციფრობრივად, სტატისტიკურად, მაგრამ მე ასე გავმიჯნავდი, შეიძლება ეს ვთქვათ, წარმატებული ბიზნესი და აღიარებული ბიზნესი ეს მაინც ორი განსხვავებული რამ არის. წარმატებული ბიზნესი შეიძლება გამოიხატებოდეს შენს ფინანსურ ნაკადებში და ანგარიშებში, მაგრამ შეიძლება წარმატებული მანდამაინც აღნიშნავდეს აღიარებულს. და აღიარებული არის ის, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამოირჩევა საკუთარი ღირსებისა და თავმოყარეობის დაცვის უნარებითა და საშუალებით, გამოირჩევა რაღაც იცით, აი სახელმწიფოებრივი მისიით, რომ ქვეყნის მშენებლობაში მან კუთვნილი როლი დაიმკვიდროს და თავისი ხმა დაამკვიდროს ასევე. ეხლა განსაკუთრებულ რომ ჩვენც აქ გაგაწყვეტინებთ ხშირად დაგვისვამთ კითხვა იმ ვითარებაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება უკვე 2 წელია, გულისხმობ შეჩერებულ ევროინტეგრაციას, რისკის ქვეშ ავიზო მიმოსვლა, არაერთი ანტიდემოკრატიული კანონი იქნა ქვეყანაში მიღებული და ბიზნესმა რატომღაც აირჩია ამ პროცესში ნეიტრალიტეტი და ვეკითხებოდით, შენ ხომ პირველ რიგში ხარ მოქალაქეც ბიზნესმენთან ერთად და რატომ დუმ ხართ? აი წარმატებული თუ აღიარებული ბიზნესმენის დეფინიციაში მათ შორის გულისხმობთ იმას, რომ ასეთ სიტუაციებში ბიზნესის ხმაც უნდა ისმოდეს? რა თქმა უნდა. ესე იგი ნახეთ, ჩვენ მადლობა ღმერთს გვყავს არაერთი ბიზნესმენი და ბიზნესი, რომელიც არა მარტო წარმატებული არის, არამედ აღიარებულია. ეს არიან ისეთი ბიზნესმენები, რომლებსაც არ ერიდებათ, არ წვენიათ ქუჩაში გასვლის და ადამიანებში გარევის. ეს სიმართლე რო გითხრათ, მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა მაინც პოლიტიკური სიმართლე რო გითხრათ, ეს იმაზე მეტი თამასა არის აღიარებისა, ვიდრე ეს ყოველწლიური ანგარიშები და სხვადასხვა რიტუალების შედეგად მათი დაჯილდოება. მაგრამ მოდით ახლა ჩვენ აი მედლის მეორე მხარეს თუ კიდევ ერთხელ გავშლით, ყოველთვის მიგვის ერთი რამ, რომ ის ძალისხმევა, რაც ბიზნესმენებს ეხარჯებათ და ხშირად ეს არ არის მხოლოდ ძალისხმევა ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური, მათ შორის ფინანსური რესურსი, რომელიც მიედინება გარკვეული საკითხების მოგვარებას ან მოწესრიგებას, გაცილებით უფრო ეფექტიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული, არა ეფექტურად, არამედ ეფექტიანად. თუ ეს რესურსი ნაერთი იქნება თვითორგანიზებული ბიზნეს ხმის პოლიტიკური ზონის ჩამოყალიბებაში. ალბათ ასეთი მიმართულება, ასეთი მიდგომა უფრო სწორი და გამართლებული იქნება. პირად ახლა პრაქტიკას ვერ გეტყვით, მაგრამ პირად ურთიერთობებში მქონია არაერთი საუბარი სხვადასხვა განაწყენებულ ბიზნეს სუბიექტებთან და ბიზნესმენებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რა აი ამ კამპანიაში, ასეთ დოღში, აი მუდმივი დაკმაყოფილების, მუდმივი მომარაგების, მუდმივი აი როგორ გითხრათ, აი შემხედრი ნაბიჯების გადადგმის, რა თქმა უნდა, ფარდის მიღმა, ვერასდროს შედეგს ვერ აღწევდნენ. ერთი მათგანი გამომდინარე იქედან, რომ აქვთ გარკვეული კავშირები, აქვთ გარკვეული მისასვლელი გზები, პრობლემას მაინც ვერ აგვარებენ. ამიტომ აი ბიზნესმა ალბათ იგივე ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა გადალახოს, რაც საზოგადოების სხვა ფენებმა მორჩნენ და დაემშვიდობონ კაცის კაცად ფსიქოლოგიას. ირწმუნონ საკუთარ თავში და როდესაც ირწმუნებენ, ალბათ ჩვენც გაგვიოლებენ, რომ უფრო მეტად, უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ მათი კომაგობა და მათი გამოსარჩლება. თავად რატომ და ერთი ელემენტი კიდევ. თეზა იმისა, რომ მე ვარ ბიზნესი და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ მაქვს, ეს არის ძირში მცდარი თეზა. ეს არის ძალიან მავნებელი თეზა, მით უმეტეს ესეთი კომპაქტური ქვეყნისათვის, როგორი ჩვენ ვართ. გაქვს რა. მაგრამ მეორე გაქვს გიჭირავს რა. შეიძლება
თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გააკეთო განცხადება, საკუთარი აზრი გამოთქვა და ხვალ ჩვენ ბიზნესს შეექმნას პრობლემა. უცებ შემოსავლების სამსახური დაინტერესდეს ან საგამოძიებო გსმენი ასეთ. ძალიან რთულია ამ შემთხვევაში. ასეთ რისკებზეც. ამ შემთხვევაში შენ იყო პირველი, რომელიც ასეთ ასეთ სარისკო ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ მე ესე წარმოვიდგენია, რომ ბიზნეს თემში, ბიზნეს საზოგადოებაში არის საკმარისი კომუნიკაცია, საკმარისი ურთიერთობა, საკმარისი ნდობა, სუმცირე იმ ფარდის მიღმა, რომ ერთხელ და საბოლოოდ ამ თავის ნებელობით განწყობაზე ჩამოყალიბდნენ და უბრალოდ პოლიტიკის თემა მინდოდათ ორიოდე სიტყვით განმევრცო. ნებისმიერი პროცესი, ეს იქნება სპორტი, ხელოვნება, იქნებათ ბიზნესი, აღარაფერს მომბო პარტიულ პოლიტიკაზე, რომელიც უკავშირდება გარკვეული თამაშის წესების ჩამოყალიბებას. და არა მარტო დაწერილი წესების, არამედ არა ბიზნესში არის ეგეთი ტერმინი საოპერაციო კოდექსი, ეს არის დაუწერილი წესების ერთობა რა. და ხშირად საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში სწორედ ასეთი საოპერაციო კოდექსის არსებობა, არ არსებობით ან მისი განვითარება, განვითარებლობით განიზომება. ეს ერთხელ და საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელი არის რა, როგორი დამოკიდებულება გვექნება ჩვენ ასეთი წესების მიმართ და ამიტომ ყველაფერი პოლიტიკა არის, რომელიც თამაშის წესებს, გარკვეულ სტანდარტებს უკავშირდება. ჩვენთან ხშირად პოლიტიკაში მონაწილეობა ძალიან დავიწროებული არის და პარტიულ სუბიექტად რეგისტრაციამდე არის დაყვანილი. არა, ყოველივე პროცესი, სადაც ჩვენ საჯარო ჩვენას გამოვთქვამთ, ან აზრის ფორმირებაში მონაწილეობთ, რომ არაფერი ვთქვათ, მსხვილი კომპანიების ოპერირება, ან სახელოვანი სპორტული მიღწევები, ან სახელოვნებო შედეგები და მიღწევები, ეს ყველაფერი პოლიტიკა არის და ამ პოლიტიკას უკავშირდება სწორედ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს არსი და მისი ძალიან მოკლე კითხვა მაქვს ბატონ ვიქტორ, აი როგორც იურისტთან მათ შორის მით უმეტეს მსხვილ ბიზნესს თუ საშუალოსაც ყოველს ყავს თავისი იურისტი, ყველა ბიზნესი ზრუნავს თავის იმიჯზე. როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებებს, ასე საჯაროდ აჟღერებს მთავრობა ბიზნესის მიმართ. ჭარბი ფასნამატი, ასევე ეჭვები კარტელურ გარიგებაზე და ასე შემდეგ. მეტი რა უნდა თქვა ხო ბიზნესზე და ამბობს რომ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, აი გამოძიება დაადგენს. რატომ არ გამოდის ბიზნესი და სამართლებრივად საქმიანად, რატო არ საუბრობს ამაზე თქვენი აზრით? და მივდივარ აი ამ თქვენ პოსტში ფრაზა იყო გაგებაზე დაფუძნებული დაუწერელი წესებისგან უნდა გათავისუფლდეს ბიზნესიო. ეს არის მიზეზი ბიზნესის დუმილის და ვინ წერს ამ წესებს? ნუ ჩვენ ალბათ გვაქვს განცდა. რაზეც მორგება უწევს ბიზნესს. ჩვენ ალბათ გვაქვს განცდა, რომ სამწუხაროდ არც თუ უმნიშვნელო შრეები საქმიანი ურთიერთობებისა საქართველოში სწორედ ასეთ დაუწერელ გაგებაზე დაფუძნებულ წესებზე გადის. ახლა იქ სადაც ასეთი წესები იწერება და საქმეები კეთდება, არც მე ყოფილა უშუალო მონაწილე და მოწმე და არც მე ყოფილიყარ, მაგრამ ჩვენ ყველა ინდიკატორი გვაქვს, რომ ასეთი დასაბუთებული აღქმა ვიქონიოთ. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ რატომ არ ცდილობს ბიზნესი თავის მართლებას? ძალიან რთული არის ეხლა ჩვენ, ძალიან რთული არის ალბათ ჩვენ ზუსტ მიზეს დიაგნოზი გავუკეთოთ, მაგრამ შეიძლება ამ ხრივ არის იცით განუვითარებელი ან არასაკმარისად განვითარებული ტრადიციები, სახელმწიფოებრიობის, კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებელი ბიზნეს აზროვნების. ჩვენ მაინც ახლა შეიძლება ვიღაცას ვინმე მიფიქროს ძალიან შორს გავდივართ, მაგრამ მაინც ეს საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც აი მეფის კართან სიახლოვე განაპირობებს გარკვეულწილად იმ შედეგიანობას, არა აღიარებას, არამედ შედეგიანობას, ასე ჩვენ მაინც კორექტულად წარმატებული ბიზნესი უწოდეთ. ალბათ ეს არის რა, რომ მეფე ვინ არის დღეს ამ ქვეყანაში? ეს არის ალბათ ერთ-ერთი გამსაზრდელი, თორე თუ ჩვენ ხო ვნახეთ, ახლა 20-23 წლით იყო დათარიღებული ხო ღარიბაშვილის გამოსვლა და თითქოს და ჩვენ არაფერს ასე ვთქვათ, რაღაც აღმოჩენას არ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, კარტელური გარიგებები უნდა იყოს გამოძიებული. აქ ორი აზრი არ არსებობს. ქვეყანაში არის შესაბამისი კანონმდებლობა და არის შესაბამისი ინსტიტუტი, მაგრამ როდესაც ახლა და ხან პოსტი ახსენეთ და მე იქ საუბრობ სანპურზე და სანახაობაზე, როდესაც ასეთი უცნაური თანხმედრა არის ქვეყანაში მიმდინარე არც თუ მარტივ და მეტად წინააღმდეგობრივ პროცესებთან და შენ გამოაგორებ უცებ ასე ვთქვათ, აი საკმაოდ იაფასიან ჩემი აზრით განცხადებას, ეს რა თქმა უნდა ეჭვს ბადებს. გარდა მაგისა, ნებისმიერ სხვა ვითარებაში ეს მოწოდება იქნებოდა ნორმალური, მაგრამ არა ისეთ ვითარებაში, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და რა მაქვს ხედველობაში. ნებისმიერი ასეთი გამოძიება, ნებისმიერი ასეთი მოკვლევა
შეიძლება მაღალი სანდოობით სარგებლობდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტები დაემსგავსებიან ინსტიტუტებს. როდესაც ქვეყანაში არსებული ინსტიტუტები ექვემდებარებიან პარტიულ პოლიტიკურ ნებას, რა თქმა უნდა, სანდოობა და სარწმუნოება ასეთი მოკლებისა და გამოძიებისას სუმცირე არის ძალიან მიამიტური. ქართული ბიზნესისთვის დღეს პირდაპირ გითხავთ, მეფე ფიგურა შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი? იცით, ქართული ბიზნესისთვის მე და არ დაინახოთ ამ პასუხში, რომ მე თქვათ კონკრეტულ პერსონალიებზე კომენტარს გავობივარ, მაგრამ მაინც ჩემი აზრით არის ის მემკვიდრეობა ნარჩენის თქვათ იმ რაღაცაი ერთგვარი ფსიქოლოგიის, აი მორჩილების ფსიქოლოგიისა, რომელიც ჯერჯერობით ჩვენში ზის და მე უფრო რო დავაკონკრეტო თქვენი პასუხი და თქვენ არ დაგტოვოთ უკმაყოფილო და არ ჩვენი მსმენელი, ალბათ ის, რასაც ჩვენ ქართულ ოცნებას ვეძახით და მე ხშირად ვამბობ, ეს არ არის ქართული ოცნება კლასიკური პარტიული გაგებით, არამედ ეს არის ინტერესთა ნაერთი და გარკვეული სინდიკატი, ძალიან მოხერხებულად და ძალიან ოსტატურად აღადგინეს საბჭოეთის ყველაზე საუკეთესო ტრადიციები, რაც აღებმიცემობაზე არის დამოკიდებული, აღებმიცემობაზე გადის და აი ეს ამ კონსტრუქციასაც სამწუხაროდ ჩვენ თვითკრიტიკულები ვიქნებით, ჩვენც ქართული საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი ძალიან იოლად მივესადაგეთ და თითქოს და გულის სიღრმეში თუმცა ამ ქართულ ოცნებაში ყველას თავის როლს ურჩევს ბიძინა ივანიშვილი, ხო? ფარდის მიღმა. ამიტომ დავსვი კითხვა, ბიზნესმენები ხო პრაგმატული ადამიანები არიან. ბიზნესმენებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობა, დასაკარგიც ბევრი აქვთ და ასევე იმ ადამიანებზეც იღებენ ხო პასუხისმგებლობას, ვისაც ასაქმებენ. ჩვენ რო ვთქვათ, რომ ბატონ ივანიშვილს როგორც მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მოგზალებული როლი აქვს, ან არანაირი როლი არ აქვს, ეს ხო არასწორი პასუხი იქნება და არ იქნება გულწრფელი პასუხი, მაგრამ მე ეს დაუჯერებელი იქნება, რა თქმა უნდა და მაშინ გამოდის, რომ მე მეორე მოწვევის შემთხვევაში, როგორც რესპონდენტი, სანდო ვერ ვიქნები ვერც თქვენ თვალში და ვერც მის თვალში, მაგრამ მე უბრალოდ სურვილი მაქვს ამ შემთხვევაში, რომ კრიტიკული აზროვნების გავივების მიზნით გავწდე კონკრეტულ პერსონალიებს ან პერსონალიებს და ჩვენ დავინახოთ იმ ფენომენის პრობლემა, რომელიც ჩვენში არის პირველ რიგში და ეძლევა საშუალებას და აძლევს საშუალებას უკვე ასეთ განვითარებებს, თქვათ, აი პრემიერის განცხადება, იქ სხვა გამოვლინებები ამ ძალიან ბოდვითი კონსპიროლოგიური, უჩვეულო, არასტანდარტული, არატიპიური პოლიტიკისა, რომ მოიკიდოს ფეხი და ძალიან წარმატებულად მოიკიდოს ფეხი, ასე რომ ჩვენ გარკვეულწილად იცით ახლა იმდენად პერსონალიებზე არ ვსაუბრობთ, რამდენადაც გარკვეულ ჰიდრას ვებძვით. გარკვეულ აი სინდიკატის სახით და ეს ჰიდრა პირველ რიგში ჩვენში არის ამოსაშანთი და მე უკვე გარე პერიმეტრზე. ამ სინდიკატებს თავისი ბოსი ყავდა და ამიტომ ყოველს და ყველაფერს სახელი უნდა დავარქვათ. ისე თქვენი აზრით თუ თქვენი დაკვირვებით, რადგან გიმუშავიათ ბიძინა ივანიშვილთან, ივანიშვილს ბიზნესის კეთების ფილოსოფია როგორ ესმის? რა არის მისთვის ბიზნესის კეთება, ფულის კეთება, რაც შეიძლება მეტის? მე რომ მაგითხვაზე გიპასუხოთ, თელარა მე მაშინ ბატონ ბიძინასთან ან ბიზნეს პარტნიორი უნდა ყოფილიყავი რომელიმე კომპანიაში ან მაშინ ან ეხლა. და ჩვენ როგორც თქვენ თქვით, ფული ერთად უნდა გვეკეთებინა. თქვენ კარგად იცით. თქვენ კარგად იცით და ჩვენმა მსმენელმა, რომ ჩემი შემხებლობა ბატონ ბიძინასთან მხოლოდ ჩემი იურიდიული ფირმის სახით პროფესიული სერვისით შემოიფარგლებოდა. ეს გაცილებით სხვა განზომილება არის, ვიდრე ის, რომ იცოდე როგორი არის ესა თუ ეს პიროვნება, როგორც ბიზნეს პარტნიორი და როგორი არის მისი მეთოდოლოგია. გასაგებია. რა გზავნილია ჩვენი დროც იწურება, მაშინ რომ შევაფასოთ და შევაჯამოთ ჩვენი ინტერვიუ ფორმა ურთიერთობის, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ აირჩია ბიზნესთან, პოტენციური ინვესტორებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის პირველ რიგში, როდესაც ის ხედავს სხვადასხვა დროს, გარკვეული პერიოდულობით მსგავს კინო, სერიალი, არ ვიცი რა დავარქვათ, იმიტომ რომ მართლა ყველას გვინდა რაღაცები გაიაფთდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ არქივი ყველაფერს ინახავს და განცხადებები რჩება განცხადებებად. ეს არის ძალიან ფართო შეკითხვა, რომელიც ფართო პასუხს მოითხოვს, მაგრამ მე თუ ვეცდები ახლა ძალიან კომპაქტურად ჩავატიო ჩემი პასუხი, ეს არის პირველ რიგში ფალსიფიცირებულ პოლიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ფალსიფიცირებულ პოლიტიკურ ხელწერაზე, რომელიც ძირითადად გადის კონსპიროლოგიაზე, ფობიაზე
მტრის ხატის შექმნაზე როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ეს მტრის ხატი თუ არ იარსებებს, მაშინ ვერც ქართული ჯიხადი ვერ იარსებებს იმ სახით, რასაც ჩვენ უყურებთ. ახლა ჩვენ ხედავთ, ჩვენ მუდმივად ჭირდება მტრის ხატი, რომ პირველ რიგში საკუთარი სამომრჩევლო ბაზის კონსოლიდირება მოვახდინოთ და მე ამ ბაზის ირგვლივ დავაშინოთ. ქართული საზოგადოება უკეთრო თქვა მოვახდინოთ მისი აზრითა და განწყობებით, მისი ინსტინქტებით, არათუ განწყობებით, არც თუ კეთილსინდისიერი მანიპულირება. აი ამ ხელწერის პატრონი, ამ ხელწერის მოსმენი ვარ ჩვენ და როდესაც პოლიტიკა ქვეყანაში გვხვდება და გადადის შულერობაში, სხვა მეტი არაფერი არ რჩება თუ არა გააღვივა ასეთი ინსტინქტები, ყოველთვის გამოიგონო რეალური თუ არარეალური მტერი. დღეს ეხლა ჩვენი გადაცემის მთავარი გმირი არის საცალო ვაჭრობა და საცალო ვაჭრობაში მონაწილე ბიზნესები, რომ პრობლემა რეალურია. ამით რეალურად ფასები ძვირია ყოველ შემთხვევაში ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ის მაქსიმა რაც ძველი რომიდან მოდის პურიან სანახაობა, ჩვენ ვართ მორიგის სპექტაკლის მონაწილენი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ კარტელური გარიგებები აღიკვეთოს. ჩვენ არ ვართ მონაწილენი, რომ ინსტიტუტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმუშაონ, მაგრამ ისი მოწმენი ჩვენ ვართ, ეს არის საკმაოდ უნიჭოდ დადგმული შოუ და ამას უბრალოდ უნდა ძალიან კრიტიკული თვალით შეხედვა. ქართული ოცნება მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც საშინაო პოლიტიკის კუთხით, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, საკუთარ თავთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მოექცა და დაკარგა კავშირი არა მარტო არა საკუთარ ამორჩეველთან, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ საკუთარ ამორჩეველთანაც გარგავს იმ კავშირს, რომლითაც ასე ამაყობს. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ყოველ შემთხვევაში განცხადებები, რომელიც ახლა ესმის როგორც ქართული ოცნების ამორჩეველს, ისე არა ამორჩეველსაც და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, ეს ისეთი თემა არის, რომ თუ გაიაფდება სულსაც, იქნება ძალიან კარგი. და შესაბამისად ამ თემაში ახლა ინტერვიუს ბოლოსკენ თუ მაყურებელი ბოლომდე მოყვა, შეიძლება ფიქრობდეს ჩემზეც და თქვენზეც, რომ ფასები მაღალია. დაიწყო ოცნებამ ამაზე ზრუნვა, კი შეიძლება ადრეც თქვა, მაგრამ იქნებ ახლა მაინც გააკეთოს ისეთი გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ ეს შემცირდეს და ბიზნესი თუ თავს არ იცავს და პრობლემა არ გონია. თქვენ რატო ეს არ ჩლებით? ძალიან მოკლედ ვუპასუხოთ კიდე. ჩვენ ჯესეთი დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ ასეთ კამპანიურ ეფექტს აქვს მართლა კამპანიური ეფექტი. გრძელვადიანი გადაწყვეტა არის სწორ თანაფარდობაში სახელმწიფოსა და ბიზნეს საბაზრო ეკონომიკის ძალებს შორის. ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემა არის. ჩვენ იმიტომ ვესარჩლებით და მე იმიტომ ვესარჩლები, რომ თქვენს და მეც ამ ქვეყნიდან წასვლას ასად არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ არა ვიარსებოთ, არამედ ვიცხოვროთ ამ სიტყვის სწორი გაგებით. და ცხოვრება მათ შორის ნიშნავს, რომ ვიცხოვროთ ნორმალური კანონებით, როგორც ბიზნესის სფეროში, ასევე პოლიტიკის, მედიისა და ხელოვნებისა და სპორტისა და დღეს რომ რომელიმე იმ ბიზნეს ჯგუფის იურისტი იყოთ, რა სახის სამართლებრივ რეაგირებას ურჩევდით იმ განცხადებებზე საპასუხოდ, რა განცხადებებით ბიზნესის მისამართით გვესმის არც მეტი არც ნაკლები პრემიერის მხრიდან. ერთი სიტყვით, ვინაიდან ჩვენ ბედა თქვენ დავასკვენით, რომ ვართ არჩევანის გარეშე და უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე და უნდა ვამხილოთ, რამდენად ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ სხვა მოწოდებას ალბათ ქართულ ბიზნესაც ვერ გავუკეთებთ, თუ არა პოვოს საკუთარ თავში საკმარისი ძალა. ეს არ არის იოლი მეფესმის, შეიძლება იქ არის რაღაც სხვა ვალდებულებები, საკმარისი ძალა, თავმოყარეობა და პატიმოყარეობა, რომ ამოიღოს ხმა. მე როგორ შემიძლია მე დავარწმუნო ისინი ან თქვენ ან ჩვენ ორმა, მაგრამ მაქვს იმის რწმენა და იმის მოლოდინი, რომ ასეთი ხმის ამოღების შემთხვევაში მათ სათანადო თანადგომა ექნებათ ქართული საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილისგან, ამიტომ ისინი მარტონი ამ საქმეში არ იქნებიან როგორც მათ, ასევე ქართული საზოგადოების კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილს, რომელიც იმედი ასტო მცირე არის, ესმის ერთი რამ, რომ ბიზნესი და თვითკმარი ბიზნესი არის ჩვენი ეროვნული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში, პატრონო ვიქტორ, რა დავასრულოთ? წერტილი დავუსვათ არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობას, უწიგნურობას, სიმნელეს და უვიცობას. აი ამას უნდა დავუსვათ წერტილი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. კორუფციაზეც მინდოდა გვესაუბრა, მაგრამ დრო არ გყოფნის. შემდეგი წლისთვის შემოვიტოვოთ ეს თემები. აშკარად სერიალი ამ თემაზე გახსნილია. ძალიან დიდი მადლობა. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ანალიტიკური ცენტრი ჯეოკეისის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი.